საგზაო პოლიციის სფეროში დაგროვილ გამოცდილებას საქართველო მოლდოვას უზიარებს. ორ ქვეყანას შორის სპეციალური პროგრამა იმართება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს, მოლდოვის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი დელეგაციაა ჩამოსული. პროექტის მიზანი მოლდოვის შესაბამისი უწყებებისთვის ქართული პოლიციის გამოცდილების და რეფორმების გაზიარება. მხარეები იდეებს და ინფორმაციის გათხოვსაც გეგმავენ დღეს. სტუმრებმა საპატრულო პოლიციის შენობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და რუსთავის მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს. ამ ვიზიტის მიზანია, რომ მოლდოვურ მხარეს გავაცნოთ ის რეფორმა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარდა, რათა მოლდოველებმა მოახერხონ საკუთარ ქვეყანაში ანალოგიური მეთოდების დანერგვა. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება საინტერესო იქნება ბრიტანეთისთვისაც. საქართველოში 2002 წლიდან დავდივარ და აშკარად ჩანს, რომ პოლიციის რეფორმა წარმატებული გამოდგა. სიტუაცია რადიკალურად გაუმჯობესებულია. ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვური მხარისათვის ამ გამოცდილების გაზიარება. არის საკმაოდ ბევრი სიახლე, რომელიც საყურადღებოა ბრიტანეთისათვის. Грузия является одним из лидеров. საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენ გავეცანით იმ გამოცდილებას, რომელიც ქართულ მხარესა აქვს ამ კუთხით. რეფორმის შედეგები, რომელიც ჩვენ საქართველოში ვნახეთ, დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ ანალოგიური ცვლილებები მოლდოვაშიც განვახორციელოთ. ჩვენი რეფორმასთან დაკავშირებით ჩამოსულებიან ინგლისელები და მოლდოველები, რომელთაც უნდა თავიდან გააკეთონ რევიზია. პატრულის შექმნამდე მოლდოვეთში და ინგლისელები ჩამოსულებიან, თვითონ ნახონ და აღგვიდგინოთ ვახ როგორ განვისარდეს ყველაფერი და რაც მოახდინეთ. ჩვენ მზადავართ ყველა ის ნაბიჯები, რაც გამოვიარეთ დღევანდელ დღემდე, გავაცხოთ საფუძველს ჩავაყენოთ ისინი მივაწოდოთ ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მაქსიმალურად, სტრუქტურაზე მაქსიმალურად ინფორმაცია თუ რა არის საჭირო ამისთვის. მრავალი სახეობა, ერთი პლანეტა და ერთი მომავალი. ამ ლოზუნგით დღეს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით სასტუმრო რედისონთან ქუჩის მუსიკოსებმა კონცერტი გამართეს. მოეწყო ბუნების პეიზაჟებით გამოფენა. გარემოს დაცვის მინისტრმა კი ქუჩაში გამვლელებს ქოთნის ყვავილებით დაურიგა.